ხაზი ყველა, ასე ვთქვათ, რაიონში გამოცხადდება კომიტეტების ნომერი და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გეგმავთ, რომ კომიტეტები არა მარტო თავის ძალებს დაეყრდნობიან, არამედ იქნება ძალიან სერიოზული კოორდინაცია და ერთმანეთს კომიტეტები დაეხმარებიან. თუ რომელიმე რაიონში დაუშვათ რაღაც ხდება უსამართლობა და ხელისუფლება აშკარაზე წოლას ანხორციელებს პოლიტიკური მოტივით, რა თქმა უნდა, არა მარტო ადგილობრივი კომიტეტი, არამედ საჭიროების შემთხვევაში მეზობელი რაიონების კომიტეტებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში და შეეცდებიან, რომ უკანონობა არ დაუშვან და ხელი შეუშალონ, არა მარტო შეეცდებიან, არამედ აღკვეთენ პირდაპირ შემიძლია გითხრათ ამ უკანონობას. ქალბატონო, თუ კი ასეთი სერიოზული გეგმები აქვს სახალხო კრებას, როგორ ფიქრობთ, მაშინ რატომ ტოვებენ კრებას? საკმაოდ ცნობილი სახე დღეს ეროვნულმა საბჭომ გააკეთა განცხადება და შეიჩერეს უფლებამოსილება კრების სტრუქტურებში. იცით რა, ჯერ ერთი დატოვებასა და შეჩერებას შორის განსხვავებაა, მოდით ესე ვთქვათ. ეხლა ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით ვისაც ვისთან უნდა მოლაპარაკების წარმოება, მასთან აწარმოონ. მე ბატონ ძიძიგურს ადამიანურად ნამდვილად პატივს ვცემ. ეროვნული საბჭოს აქტიურობა სახალხო კრებაში გამოიხატებოდა მხოლოდ 4-ჯერ 5-ჯერ ბატონი ზვიადის აღმასრულებელ საბჭოში დასწრებაში, სხვაგვარად, ასე ვთქვათ, ეროვნული საბჭო ამ საქმიანობაში არ ჩართულა და თქვენ გახსოვთ, რომ თითქოს ჩართულები იყვნენ და მეორეს მხრივ ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი პირდაპირ და ღიად მუდმივად აკრიტიკებდა სახალხო კრებას. ამის და მიუხედავად ჩვენ არა ვართ განწყობილი, რომ თქვათ იგივე ბატონ ზვიადთან და ეროვნულ საბჭოსთან რაღაც თქვათ ხიდები დავწვათ, ვინც რეალურად გადაწყვეტ საქმის კეთებას, მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. მათთვის კარები სახალხო კრებაში მუდმივად ღია იქნება. ქალბატონ მე არ ვლაპარაკობ ხოლმე ადამიანებზე, მით უფრო როცა ვამბობ, რომ ვინმეს პატივს ვცემ, არ ვლაპარაკობ, რომ მისი წასვლა დაუშვა დანაკარგი არის თუ არ არის, ეს უბრალოდ არაკორექტულია. მე ვამბობ ერთ რამეს, სრულიად გაუგებარი არის, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არანაირი არგუმენტი არ არსებობდა სახალხო კრებაში აქტიურობის შეჩერებისა, არანაირი არგუმენტი, ყველა არგუმენტი იყო თითიდან გამოწოვილი. და რა იდგა ამ არგუმენტების უკან? ნუ ალბათ ამის ახსნა განმარტებას არ ვიცი მე, თუ საჭიროდ ჩათვლიან საკუთარი ამ უმრჩევლის თუ საკუთარი პარტიის თუ საკუთარი მომხრეების წინაშე გააკეთებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. არ არსებობს არგუმენტი, არა, მიზეზი მე არ ვიცი, მე ვიცი საბაბი რა იყო. საბაბი იცით თქვენ ძალიან კარგად რა იყო ის პოლიტიკური სკანდალი, რომელზეც მე ხო ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ ეს პოლიტიკური სკანდალი მიზეზი არ იყო და ვერც იქნებოდა სახალხო კრებაში მუშაობის შეჩერებისა. როცა ლაპარაკობ, რომ ქვეყანა იქცევა სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნით, როცა სააკაშვილი გამოდის და იმ ინფლაციის პირობებში, როდესაც ადამიანები უკვე ძალიან მალე ელემენტარულ პროდუქტს ვეღარ იყიდიან და ჩაიში შაქარს ვეღარ ჩაყრიან, როცა პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ მე არ ვიცი ინფლაციას როგორ უნდა ვებრძოლო, ნებისმიერი პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდებოდა თუნდაც ეს განცხადება, ვის რაში ჭირდება, ხო არ იცით პრეზიდენტი და მთავრობა, რომელმაც არ იცის ინფლაციას როგორ უნდა ებრძოლოს. აბა რას მიკეთებს, ხო არ იცით? ქალბატონო მისტიაში სრიალით უნდა შემოიფარგლოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, როცა პოლიტიკური ძალები თვლიან, რომ ამ ხელისუფლებაში ყოფნა არის ქვეყნისათვის საფრთხე და საბაბს ეძებენ, როგორ განუდგენ იმ რეალურ პოლიტიკურ ბრძოლას, რომელსაც აწარმოებს სახალხო კრება, რა თქმა უნდა ეს არის საბაბი და არა მიზეზი. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, გუშინდელი დარბაზის ხდომაზე 10 ძალიან საპატივცემულო ადამიანი დაემატა დარბაზის შეკრებას და ეს ძალიან დიდი რიცხვია, იმიტომ რომ ხა დარბაზის გავსებას ჩვენ ასობით ადამიანით ნამდვილად არ ვფიქრობთ, ხო დარბაზი სათათბირო ორგანოა და შეზღუდული. ასობით ადამიანი დაემატა და 1000-ობით ადამიანი დაემატა კომიტეტებს, რომლებიც მუშაობენ მარტო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 400 ისეთი აქტიური ადამიანი დაემატა, რომელიც ამბობს, რომ 24 საათიან რეჟიმში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ნებისმიერ მომენტში დამიძახეთ და მე ვარ თქვენი აქტივისტი და ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, რიგითი მებრძოლი იმ საქმისთვის, რასაც ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. ეს უზარმაზარი ციფრია, როცა ასეთ აქტიურობაზეა ლაპარაკი ერთი კვირის განმავლობაში. და ერთი რამე შემიძლია გითხრათ, დღემდე ჩემი ყველასადმი პატივისცემის მიუხედავად სახალხო კრებამ, რასაც მიაღწია და რაც გაკეთდა იმ ადამიანების წყალობით, ვინც დღესაც არიან სახალხო კრებაში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას
და არც ერთი სიტყვა არ მოგვიტყუებია ჩვენი ხალხისთვის და რაც შევპირდით, ყველაფერს ვაკეთებთ და იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებასაც გადავაყენებთ და ამ პირობასაც შეუსრულებთ, თუ დაგვეხმარებიან და ჩაერთვებიან სხვა პოლიტიკური ძალები, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ დაგვეხმარება. და ჩვენ უშუალოდ მოქმედებაზე ვართ, ჩემო კარგო, გადასული უკვე. და ქალბატონო ნინო, ეყოლება თუ არა სახალხო კრებას იმდენი ადამიანი და მხარდამჭერი, რომ საბოლოოდ შეცვლოთ მთავრობის შეცვლა და მეორე, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მთავრობა ახდენს ტერორს ხელისუფლებაზე, როგორ აპირებთ, რომ ტერორი აღარ მოხდეს ამ საზოგადოებაზე? მე ვფიქრობ, ნაწილობრივ მე თქვენ მოგახსენეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ იმ ტერორს ვებრძოლოთ, რასაც ხელისუფლება ანხორციელებს საზოგადოებაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, საზოგადოებაზე არის ძალიან მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, რამდენად, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას ის წინ აღუდგება. ჩვენ საზოგადოებას ვუქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ მან თავისი უფლება და თავისი ღირსება დაიცვას. თუ ამას საზოგადოება გამოიყენებს, თუ საზოგადოებას უნდა შეეგუოს იმ თავსლაფის დასხმას, როდესაც სრულიად მსოფლიო დასცინის ჩვენს პრეზიდენტს და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ ღიმილს ვერ იკავებენ ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები, როდესაც სააკაშვილის სახელს ახსენებ ან თავად და ან ისინი ახსენებენ, ეს ძალიან სამარცხვინოა და პირდაპირ მითხრეს იგივე დაოში ყველა ტიპის და ყველა დონის შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ სანამ ეს ხელისუფლება არის ქვეყნის სათავეში, ქვეყანას არც აფხაზეთის და არც ოსეთის კონფლიქტის მოგვარების არანაირი შანსი არ აქვს და არც ქვეყანას თავისი გეოსტრატეგიული ადგილის პოვნის არანაირი შანსი არ აქვს. სახალხო კრებას უკვე ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, თქვენ იცით, რამდენი ადამიანის ხელმოწერა მოგროვდა, როდესაც სახალხო კრება ჩატარდა 25 ნოემბერს, მაგრამ რა თქმა უნდა, მე თქვენ გეთანხმებით იმაში, რომ ერთი არის ხელმოწერები, რაც შედარებით პასიური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერაა და მეორეა ის მზაობა, რომელზეც ახლა ვლაპარაკობდი, როცა უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც მზად არის საკუთარი, ესე ვთქვათ, კეთილდღეობის რისკის ფასად გამოვიდეს და ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის საზოგადოებაზე დამოკიდებული. სახალხო კრება საზოგადოებას აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, აძლევს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების შესაძლებლობას, რამდენად აქტიურები იქნებით თქვენ, ეს არის მეორე საკითხი და კიდევ ერთი რამ სხვათა შორის იცით, როცა სახალხო კრების მიმართ ესე ხანკენჭებს და ხანქვებს ისწრიან, მე ერთი რამეც მინდა გითხრათ, ის რომ სახალხო კრების გზა არის ძალიან სწორი, ეს არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით, რაც სახალხო კრებამ ბოლო 1 წლის და წელიწადნახევრის განმავლობაში განაცხადა, ან რასაც უკვე აკეთებს, ამას აკეთებენ, ან ცდილობენ გააკეთონ, ან ყოველ შემთხვევაში აცხადებენ, რომ გააკეთებენ, როგორც პოლიტიკური, ასევე არაპოლიტიკური ორგანიზაციები. გნებავთ წინააღმდეგობის მოძრაობა, გნებავთ დაუმორჩილებლობა, გნებავთ იგივე შეფიცული ომბუდსმენი თუ სახალხო რაზმი, რაც გნებავთ, ეს ყველაფერი არის სახალხო კრების დაწყებული, სახალხო კრების გახმოვანებული და უკვე კეთების პროცესში არის. მე არავის, ასე ვთქვათ, ეჭვის თვალით არ უყურებ არავის მოქმედებას, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ. არ ვიცი. ვერ გეტყვით, მე რამდენადაც ვიცი, არ არიან დაპირისპირებულნი. ისინი აკეთებენ ისე, როგორც მიაჩნიათ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორც მოძრაობები, ასევე პოლიტიკური პარტიები იმეორებენ იმ გზას, რაც სახალხო კრების ინიცირებულია და რაც ნაწილობრივ უკვე სახალხო კრებას გაკეთებული აქვს, მაგრამ ამაში მე ტრაგედიას ვერ ვხედავ. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ყველა ამ მიმართულების მთავარი ამოცანა არის სწორედ ამ ხელისუფლების შეცვლა და არა სახალხო კრებისთვის ხელი შეშლა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში ეს ძალები გაერთიანდება და აქედან გამომდინარე მე პრობლემას ვერ ვხედავ. თუ ეს ასე არ მოხდება და ხელი შეშლით წავავინმე, მაშინ ამას საზოგადოებაც ძალიან ნათლად დაინახავს. ჩვენ ამის არ გვეშინია, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებთ და ამ საქმეს ბოლომდე მივიდეთ. ქალბატონო, კიდევ ერთი ოპოზიციური ფლანგი ქართული პარტიის სახით უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ გაზაფხული იქნება ის თარიღი, როდესაც ისინი შეძლებენ დიდი რაოდენობით ხალხის მობილიზებას და მათ ის ასეთი განცხადება იყო გაკეთებული, რომ ამ ხალხის ნებას წინ ვერავინ ვეღარ დაუდგება. თქვენ თუ გაქვთ სახალხო კრებას, თუ აქვს დაახლოებით ასეთი თარიღები განსაზღვრული წინას? ჩვენ იმისთვის, რომ ასეთი თარიღი დავასახელოთ, მუშაობთ. და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, კომიტეტების დაფუძნების დღეს მე მქონდა გამოსვლა, სადაც მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ როდესაც ბოლო კომიტეტი
იტყვის, რომ მზად არის ეროვნული დაუმორჩილებლობის დღის გამოსაცხადებლად, ეს დღე გამოცხადდება. და რა თქმა უნდა, ეს არ იქნება უსაშუალოდ გაწელილი პერიოდი. ჩვენ იმიტომ მუშაობთ ესე ინტენსიურად, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 2 იანვარსაც კი სამუშაო შეხვედრა ჩავატარეთ და არც ერთი დღე და არც ერთი წუთი 25 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე სახალხო კრება არ გაჩერებულა. მიუხედავად ძალიან ბევრი ხელი შეშლისა, მიუხედავად იმ, ესე ვთქვათ, ფეხის დადებისა თუ პრობლემებისა, რომელსაც ხან ხელისუფლება გვიქმნიდა და ხან კიდევ, ესე ვთქვათ, არა ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ჩვენ არც ერთი წამით და არც ერთი დღის განმავლობაში არ გავჩერებულ ვართ და იმ გრაფიკს, რომელიც სხვათა შორის ჩვენ შევიმუშავეთ, მაშინ, როდესაც ეროვნულ კრებას სხვა პოლიტიკური ძალებიც უჭერდა მხარს, ამ გრაფიკს ჩვენ ვინარჩუნებთ. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალები დღეს აქტიურად ჩართულები არ არიან. თებერვლის ბოლოს ჩვენ კომიტეტების დაფუძნებას დავასრულებთ და კომიტეტების დაფუძნების დასრულებიდან ძალიან მოკლე ხანში, ეს კვირებზეა ლაპარაკი და არა თვეებზე და მით უმეტეს არა წლებზე, ძალიან მოკლე ხანში ჩვენ ვიქნებით მზად უკვე ეროვნული დაუმორჩილებლობის დღის გამოსაცხადებლად. და ბოლოს მინდა გკითხოთ, თუ არა აქვს სხვა შეკითხვა, თუ იგეგმება თქვენი მორიგი ვიზიტი რუსეთში უახლოეს პერიოდში? ეხლა რა ვქნათ, რუსული სიმღერები უნდა გავიხსენო ჯერ, რომელიც კარგად მახსოვს. ჯერჯერობით არა მაქვს დაგეგმილი რუსეთში ვიზიტი, თუმცა ნამდვილად არ გამორიცხავ და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, სასაცილო და ძალიან საწყალ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ვხედავ მე რუსეთს როგორ ელაპარაკებიან ისეთ ფორუმებზე, როგორიც არის დავოსი. როგორი ინტერესია მედვედევის გამოსვლაზე? რა ამბავია რუსეთის დელეგაცია რო ჩადის? როგორ ელაპარაკებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები მათ? თუმცა ტერიტორიული პრობლემები არ აქვთ რუსეთთან. იმიტომაც არ აქვთ, ჩემო კარგო. თორემ ჩვენზე ნაკლები პრობლემები არ ქონდა დასავლეთის ქვეყანას, ესა ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან. მაგრამ ჭკუა რომ იხმარეს და ჭკუიანურად ელაპარაკნენ, ყველა თავისი მიზანი შეასრულეს. და შენ თუ არ ელაპარაკები ისე როგორც ხვები ელაპარაკებიან, რატო გაქვს ტერიტორიული პრობლემები? ხო არ გინდა რომ კითხვა ესე შემოატრიალო, რომ ტერიტორიული პრობლემები იმიტომ გაქვს, რომ კუნთებს რო უთამაშებდი, იმ კუნთებს, რომელიც არც გქონდა თურმე იმ ქვეყანას, რომელთანაც კუნთების თამაშით და ხმამაღალი ლაპარაკს ვერ ბედავს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ჩინეთი. ელაპარაკებიან მკვეთრად, ელაპარაკებიან საკუთარი ინტერესების დაცვით, მაგრამ არა კუნთების თამაშით და არა უპატივცემულოდ. თქვენ რა გონიათ მართლა რომელიღაცა მთაზე იმ დროშის გამოყრით, სადაც წერია, რომ ოკუპანტებმა საქართველოს დატოვეთო, ამით წავლენ რუსები საქართველოდან? თუ თქვენ სერიოზულად ფიქრობთ იმას, რომ ეს მარაზმი, მარაზმი მართლა, რასაც ქვია რუსული სიმღერების აკრძალვა, ამ მარაზმით დაიბრუნებთ აფხაზეთს და ოსეთს? სრულ მარაზმში რო ვართ რა, სასაცილო მდგომარეობაში რო ვართ, ვერ ხვდებით? ამიხსენით, მე მაშინ კატეგორიულად ვითხოვ, სხვათა შორის გამოვდივარ წინადადებით. ავკრძალოთ ჩაიკოვსკი, შოსტაკოვიჩი, ხა რუსულში რესტორნებში ჩაიკოვსკის არ უკრავენ. საოპერო თეატრში აღარ დაუკრათ ჩაიკოვსკი, შოსტაკოვიჩი, მუსორგსკი, გლინკა. აღარ დაუკრათ. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საერთოდ არ იყოს ეს ყველაფერი. კონსერვატორიის დიდ დარბაზში ავკრძალოთ რუსული მუსიკა. კონსერვატორიაში და მუსიკალურ სასწავლებლებში აღარ ვასწავლოთ ჩერნის ეტიუდები. და საერთოდ გამოვთ ერთი წამი უკაცრავად რა. ერთი წამით უკაცრავად. ეხლა მოგახსენებთ. ასევე გამოვდივარ წინადადებით, საინტერესო წინადადება მაქვს ძალიან. გამოვდივარ წინადადებით, ყველამ შევაგროვოთ რუსული წიგნები, სახში ალბათ ყველას გაქვთ. ხო? აშკარად არის კრიზისი, გაზი და ესე ვთქვათ, ელექტროენერგია ძვირია. დავწვათ და ამით გავთფეთ. და ამით ესე იგი ძალიან სერიოზულ კონკურენციას გაუწევთ და მთელ მსოფლიოს გავახსენებთ, როგორ წვავდნენ ფაშისტები წიგნებს. აქეთ მიდის ყველაფერი, ვერ ხედავთ ამას. სასაცილო არ არის, ჩემო კარგო, სასაცილო კი არ არის, სატირალია ეს ყველაფერი. აღმოჩნდა რომ თურმე ერთი კულტურის მინისტრი გვეუბნებოდა და განათლების მინისტრი გვეუბნებოდა რომ თურმე ტოლსტოი დიდი მწერალი არ არის. მთელი მსოფლიო აღიარებს რომ ტოლსტოი დიდი მწერალია. აღმოჩნდა რომ დოსტოევსკი დიდი მწერალი თურმე არ არის. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ახალგაზრდებს რას ვაჩვევთ? საბჭოთა კავშირის პერიოდში, ეხლა კი ხართ ჩემზე ახალგაზრდები და პატარები, მაგრამ არც ისე პატარები. ჩემს ბავშვობაში
საბჭოთა პერიოდში პერესტროიკა ჯერ არ იყო ჰორიზონტზეც კი. ბიტლებსაც უსმენდით. ელვის პრესლისაც უსმენდით. ლედ ზეპელინებსაც უსმენდით. და ყველა იმ მუსიკას უსმენდით, რომელიც რკინის რა ერქვა მაშინ რკინის ფარდის პერიოდში და ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მტრულ სახელმწიფოების მუსიკად ითვლებოდა. და საქმეც მაგაშია. რა თქმა უნდა მოусმენთ და ღმერთმა ნუქნას, რომ რაც არ უნდა რთული იყოს რუსულ-ქართული ურთიერთობები, რომ ფობია დაემართოს ჩვენს ახალგაზრდებს. ყველაზე საშიში იცით რა არის? როდესაც შენ ნერგავ იმას, რომ თუნდაც იმ ქვეყანასთან, რომელთანაც შენ ტერიტორიული პრობლემები გაქვს, შენს ახალგაზრდებს გაუჩინო ეროვნული შუღლი. შენ უნდა შეეცადო რომ ეს პრობლემა მოაგვარო, მაგრამ შენ ვერასოდეს ვერ მოაგვარებ ამ პრობლემას რუსული მუსიკის აკრძალვით. ვერასოდეს ვერ მოაგვარებ იმით რომ შენ ახალგაზრდებს რუსული არ ეცოდინებ. ისე როგორც ამას მთელი მსოფლიო გვეუბნება. პირველი ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, პირველი ომი უკაცრავად არა? არა? მე არ მინდა ეხა ნამდვილად არ მინდა დეტალებზე საუბარი, იმიტომ რომ არის რაღაც, რაც შეიძლება ჩვენთვის მაინცა და მაინც ასარგებლოც არ იყოს. გავიხსენოთ როგორ დაიწყო კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში. და მოდი გვეყოს ჩვენ ქართველებს იმისი ვაჟკაცობა, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ვიყავით უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო ბევრი სატიტულო ერი და ჩვენ უფრო მეტი გვევალებოდა ოსების და აფხაზების წინაშე, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ. და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ჩვენ რომ ტრაგიკული შეცდომები არ დაგვეშვა, შეიძლება ძალიან ბევრი რამ თავიდან აგვეცილებია. მე არანაირად არ ვაპირებ პირდაპირ გეტყვით რუსული სპეცსამსახურების ინტერესების გამორიცხვას ამ კონფლიქტებში. მაგრამ შენი ჭკუა, როგორც პოლიტიკოსის, როგორც ერის, როგორც ხალხის, იმაში გამოიხატება სწორედ, რომ სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ან დაგებულ ხაფანგში არ უნდა აღმოჩნდე. თორემ ყველა ქვეყანაში მსოფლიოში სპეცსამსახურები მუშაობენ, ზოგი კარგად, ზოგი ცუდად, ზოგი ახერხებს რაღაცის გაკეთებას, ზოგი ვერ ახერხებს. ჩვენ ქართველებმა დაუშვით ტრაგიკული შეცდომები. ჩვენ სანამ ამას არ ვეტყვით, ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს და დებს, ჩვენ ამ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ. ჩვენ მათ ეს უნდა ვუთხრათ და უნდა შევპირდეთ, რომ ჩვენს და მათაც, მე არ ვამბობ, რომ ისინი არაფერში არ ცდებოდნენ. უნდა იცით რა, სამწუხაროდ სააკაშვილმა ისე გააფუჭა საქმე, რომ ერთბაშად ამის გაკეთება დაუშვათ ერთ საპრეზიდენტო ვადაში, რასაც ტერიტორიული მოიცა თქვენ იმის ილუზია გაქვთ, რომ 5 წელიწადში შეიძლება აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ტერიტორიაზე გახდეს? არა, ძალიან ცუდია ესე თუ ფიქრობთ, იცით რატომ? იმიტომ რომ გეთქვათ, რომ თქვენ ვერ შეძლებთო, მე არ მივიღებდი ამას ასე მწვავედ. მაგრამ ახალგაზრდა ქართველი ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ ეგუება, ხო? ალბათ არ ეგუებით ამას. როცა არა, რას ნიშნავს არ ვეგუები, მაგრამ იწევს. ესე იგი ეგუები, ესე იგი ბრძოლას არ აპირებ. მე არ ვამბობ იარაღით ბრძოლაზე. უკაცრად ერთი წამი. არ ამბობთ როგორ შეიძლება ამის მოგვარება. როგორ გეკადრებათ? თქვენ თუ მაცლით მოისმენთ როგორ შეიძლება ამის მოგვარება. მე პირდაპირ გეუბნებით. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარება გახდება შესაძლებელი. პირველი და ძალიან სერიოზული ეტაპები, რომლებიც უზრუნველყოფს ძალიან მალე ამ პრობლემების მოგვარებას გონივრულ ვადებში, არა 1 წელიწადში, არა 2 წელიწადში და სამწუხაროდ არც 5 წელიწადში, მაგრამ საფუძველი იმისა, რისი საფუძველიც დღეს არ არსებობს და შანსი არ არსებობს, ქვეყანას დაუბრუნდება იმის შანსი, რომ აფხაზეთის და ოსეთის მოსახლეობასთან ჩვენ გამოვძებნოთ საერთო ენა და ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. როგორ? ძალიან მარტივად. პირველ რიგში საქართველოს უნდა ყავდეს ხელისუფალი, რომელიც იქნება პროგნოზირებადი, რომელიც იქნება თავისი სიტყვის პატრონი, რომელიც იქნება ადეკვატური და არ ექნება იმის ილუზია, რომ რუსეთის არმიას ერთ დღეში დაამარცხებს და რომელიც შეძლებს დაარწმუნოს აფხაზები და ოსები იმაში, რომ ქართველები არასოდეს იარაღს აღარ გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ. როცა საქართველოს ეყოლება ხელისუფალი, რომელიც არა მარტო საქართველოს მოსახლეობას, არამედ იგივე აფხაზებს და ოსებს ძალიან ნათლად დაანახებს, რომ მათი უფლებები იქნება დაცული.
რომ მათ არ დაატერორებენ, ტყუილად ციხეში არ ჩააჯენენ. დღეს რომელ ნორმალურ ადამიანს მოუნდება საქართველოში ცხოვრება და საქართველოს ხელისუფლების ქვეშ თავისი იურისდიქციის მოქცევა, როდესაც იცის რომ სასამართლო არ არსებობს, როდესაც იცის რომ ელემენტარული თავისუფლებები არ არსებობს. შენ უნდა შექმნა ისეთი ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი გახდება აფხაზებისთვის და ოსებისთვის და ამას ვამბობდი 2003 წლის არჩევნების დროს სხვათა შორის და ამას ურჩევდი სააკაშვილს რომ ეს გაეკეთებინა და ეს იყო ძალიან რეალური გზა ამ გზით რომ წავსულიყავით. გარდა ამისა, რა თქმა უნდა იყოს ხელისუფალი, რომელიც იქნება საიმედო პარტნიორი დასავლეთისთვის და დასავლური სტრუქტურები სერიოზულად უნდა ჩაერთონ ამ კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, უნდა იყოს ისეთი ადამიანი ხელისუფლებაში, რომელიც შეძლებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მაგრამ ამ პოზიციიდან პატივისცემით, კვეთრად, სერიოზულად მაგრამ პატივისცემით ლაპარაკს რუსეთთან და აიძულებს კარგი გაგებით თელ მსოფლიო თანამეგობრობას მათ შორის რუსეთს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. აი ასე ამ პრობლემის მოგვარება ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ თუ საქართველოში ხელისუფალი იქნება, რომელსაც აფხაზები და ოსები არენდობიან, არ დაელაპარაკებიან, რომლებსაც რუსები არენდობიან და რომელიც რუსეთს მუდმივად დაუწყებს ჩხირკედელაობას ჩრდილო კავკასიაში და პრობლემების შექმნაში, აი მაშინ ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა, აუცილებლად შესრულდება ის თქვენი პესიმისტური პროგნოზი, რომელიც თქვენ გულის ტკივილით ბრძანეთ. ქალბატონინა, იქეთ ჩემი კითხვა რომ დავაკონკრეტოთ, როდის იგეგმება უახლოეს პერიოდში თქვენი მორიგი ვიზიტი რუსეთში? ჯერჯერობით არა მაქვს ვადა გადაწყვეტილი და თუ გადავწყვეტ აუცილებლად გეტყვით და ეხლა არ ვიცი სიმართლე გითხრა, გარდერობს შეგითანხმებთ რა ჩავიცვა, ფეხზე რა ჩავიცვა, უკაცრავად პატივცემულ საზოგადოებასთან, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია ხა ჩემმა ფეხსაცმელებმა რუსეთში, რომ ეგ რომ ცოდნო და რა ვიცი, შეიძლება მართლა სულაც მეთ ბოტებით წავსულიყავი ეგება და მაშინ რაღაცა შინაარსობრივი მოგესმინათ თქვენ რუსეთის ამ ვიზიტის დროს. აუცილებლად შეგითანხმებთ, თქვენ მე დამიწერეთ რა ჩავიცვა. და ესე ვთქვათ, როგორ გამოვიყურებოდე, რომ იმას არ მიაქციოთ ყურადღება და ილაპარაკოთ იმ თემებზე, რა თემები ძალიან მნიშვნელოვანია რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. და აუცილებლად ნე გარწმუნებთ, რაც არ უნდა იძახოს და ილაპარაკოს ჩვენმა ხელისუფლებამ. მე აუცილებლად გავაგრძელებ რუსეთის ხელისუფლებასთან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას. პირდაპირ გეტყვით, რომ იმისათვის რომ ჩვენმა გლეხმა შეძლოს რუსეთის ბაზარზე თავისი პროდუქციის გატანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზღაპრებს ნურავი ნუ მიყვება მე რომ ეხლა ქართული ჩაი თურმე მსოფლიოს დაიპყრობს და ქართული ღვინო თურმე რუსულის გარდა კიდე ყველა ბაზარს დაიპყრობს. სხვაც უნდა ვეცადოთ, მაგრამ რუსული ბაზარიც ძალიან მნიშვნელოვანია. ზღაპარს ნურავი ნუ მომიყვება, რომ აფხაზეთის და ოსეთის კონფლიქტი მოგვარდება რუსეთთან ურთიერთობის გარეშე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი სხვა საკითხებიც ჩვენთვის კი არა მარტო, დასავლეთის მხრიდანაც გადის რუსულ პრიზმაში. და როდესაც ჩვენი ხელისუფლება ლაპარაკობდა იმაზე, რომ თურმე ქართული დიპლომატიის ოქროს კვირა გქონდა, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არ იყო ქართული დიპლომატიის ოქროს კვირა. თქვათ იგივე ნატოს სამიტის პერიოდი და შემდეგი პერიოდი. ეს იყო რუსული დიპლომატიის ოქროს კვირა. როდესაც პირველად რუსეთის და ნატოს ისტორიაში დაფიქსირდა, რომ რუსეთი და ნატო აღარ არიან მტრები და სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან და ეხლა მიუნხენის კონფერენციაზე ამდენს რომ ლაპარაკობს ჩვენი პრეზიდენტი, მოდით, აი მე ძალიან მინდა რომ რომელიმე თქვენგანი წავიდეს გარდა იმ ელიტარული ნაწილისა, ჟურნალისტებისა, რომელიც დადიან ამ შეკრებებზე, ძალიან მინდა რომ თქვენ რომელიმე წახვიდეთ მიუნხენის შეკრებაზე და მითხრათ, რომ ნომერ პირველი სტუმარი იქ იყო მიხეილ სააკაშვილი და ნომერ პირველი თემა იყო საქართველო და არა ასე ვთქვათ ლავროვის და კლინტონის შეხვედრა და არა ასე ვთქვათ ის ხელმოწერა, ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელსაც ხელმოწერა გაუკეთა და რატიფიცირება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი თემა იქნება პრიორიტეტული? როგორ გონიათ, სააკაშვილის გამოსვლა იქნება პრიორიტეტული თუ ლავროვის და კლინტონის გამოსვლა? საქართველოს თემა იქნება პრიორიტეტული თუ სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულება? მე ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე ჩემი სამშობლო მიყვარს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის დაგვემართოს, რომ ვიფიქროთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანები ვართ.
ადამიანს საკუთარი თავი გიყვარს, მაგრამ მე არ ამგონია ხარ თუ ნორმალური ხარ, გვეგონოს რომ ყველაზე ლამაზი ხარ. საკუთარი შვილი გიყვარს, მაგრამ საკუთარი შვილის ნაკლიც უნდა დაინახო, თუ ვერ დაინახე, მაშინ იღუპები. თუ ჩვენ არ დავინახეთ საქართველოს რეალური ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში და აქედან არ დავიწყეთ ჩვენი პრობლემების მოგვარება, არაფერი არ გამოვა და ისე პირდაპირ შემიძლია გითხრათ ზუსტად ვიცი იგივე მერკელის შეხვედრაზე, რომელსაც ესე აპიარებენ თუ შედგა, კარგად აუწევენ ყურებს სააკაშვილს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ. და ამის საფუძველს დაუში ჩატარებული გარკვეული შეხვედრების მაწყობს და ხა გვარების დასახელება წესით არ უნდა მომთხოვოთ ნამდვილად. ზუსტად შემიძლია გითხრათ, თუ გაქვთ და გეყოლებათ წყარო, რომელიც ამ შეხვედრას დაესწრება, თუ შედგა ეს შეხვედრა. უბრალოდ კითხეთ. კომპლიმენტებს ეტყვის ქალბატონი მერკელი სააკაშვილს, რა კარგად იქცევი და რა კარგად იყენებ იგივე გერმანიის დახმარებას, რომელიც თავის დროზე გერმანიამ გაგვიწია ჩვენ რომ მართლმსაჯულება საქართველოში დამოუკიდებელი ყოფილიყო და კარგია დემოკრატიული რეფორმები საქართველოშიო, თუ ეტყვის ერთ სამადლობელ სიტყვას მხოლოდ ავღანეთზე და დანარჩენს ძალიან მწარე სიტყვებს. ისევე როგორც ეს ხდება ყველა დანარჩენ შეხვედრაზე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომელიც არც ისე ბევრი აქვს სააკაშვილს, მაგრამ აქვს. მე არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ არა გაგვთ შეკითხვები, თითქმის ჩვენ ყველა შეკითხვები ამოვწურეთ, თუმცა მე რა თქმა უნდა არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა იმ ერთ ძალიან მტკივნეულ თემას, რომელიც ასევე ჩვენი ხელისუფლების სრულ მარასთან დაკავშირებით, სხვათა შორის აქ მქონდა მოტანილი ერთი ინფორმაცია, რომელიც ასევე მინდა გითხრათ დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, სადაც მოტანილია სულ 5 წუთს აგართმევთ, მეც ნამდვილად არა. სადაც მოტანილია ინფორმაცია, რომელიც მე უბრალოდ მინდა გადავამოწმო, იმიტომ რომ გამოქვეყნდა ერთ-ერთ საიტზე და მე არ მაქვს ახლა საშუალება ზუსტად, მაგრამ დასახელებულია თბილისის 114-ე საშუალო სკოლა, სადაც მე-4 კლასის მოსწავლეებს დაავალეს დაეწერათ თემა, ასე ვთქვათ, მიშა მაგარია. და როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ გამოაცხადა, რომ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებსაც მიშა არ მოწონთ, ამან გამოიწვია, ასე ვთქვათ, პედაგოგის, რომელსაც ეთყობა ძალიან ეშინია, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, სამსახური არ დაკარგოს და ყველა დანარჩენს არაფრად აგდებს. ძალიან დიდი აღშფოთება. ამან გამოიწვია, ასე ვთქვათ, სკოლის დირექციის სასწრაფო შეკრება და გაზეთს საქართველოს ჯორჯია ტაიმსი გამოუცხადეს, რომ აკრძალულია სკოლის შენობაში პრეზიდენტის გინება ან პრეზიდენტის კრიტიკა. ეს არის გინება ზოგადად აკრძალულია, აკრძალულია, ესე ვთქვათ, კრიტიკა, ეს არის მიუღებელი და პრეზიდენტზე უარყოფითი აზრი არავინ არ უნდა გამოხატოს. ეს როგორი დემოკრატია გვაქვს და მეორე აგერ არჩეულებრივი ფოტო ბატონი სააკაშვილის ერთ-ერთ ბურ ფერმერთან. მე მართლა მინდა გკითხოთ, თქვენ არ გაშფოთებთ ის ინფორმაცია, რომელსაც ეხლა გაზეთები აქტიურად ავრცელებენ, როდესაც ლაპარაკია 80,000 ჰექტარი მიწის ბურებისთვის გადაცემაზე? იცით ბურებმა რატომ დაიწყეს დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ძებნა თავის ინვესტიციების დაბანდებისა, იმიტომ რომ აპარტეიდის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, როდესაც მათ ჰქონდათ განსაკუთრებული პრივილეგიები, დღეს როდესაც ბურებმა პრივილეგიები დაკარგეს, მათ ელემენტარული პრობლემები შეექმნათ ბიზნესში. მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? საქართველოში ქართველმა გლეხმა აღარც მიწის დამუშავება იცის, კახელებმა თურმე აღარც ვენახის მოვლა იციან, აღარც, ასე ვთქვათ, ხორბლის